რუსეთმა გასული 24 საათის განმავლობაში დრონებითა და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით კიევზე მორიგი ძლიერი იერიში მიიტანა, რასაც 2 მოქალაქე ემსხვერპლა, ხოლო 13 დაიჭრა. უკრაინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ომის დაწყებიდან ყველაზე მასშტაბური იერიში იყო უკრაინის დედაქალაქზე. ათასობით მოქალაქემ ღამი მეტროს სადგურებში გაატარა. 1000-ზე მეტი პირი, მათ შორის 70 ბავშვი, პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტროს სადგურს აფარებდა თავს. ახლა კიევსა და ზოგადად უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმაა შაჰედის დრონებით, ბალისტიკური რაკეტებით. მეტროს სადგურში ჩავედი, რომ სახლში ამ ყველაფრისთვის არ მომესმინა. დამეცვა და გადამერჩინა საკუთარი თავი. ბოლო თვენახევრის განმავლობაში ფაქტობრივად არ გუძინავს, რადგან თავდასხმები გაცილებით ხშირი და აქტიური გახდა. 1 წლის წინ დრონებით თავდასხმები განსხვავებული იყო. ნამდვილად დავიღალეთ, ეს იმაში აისახება, რომ ცუდად მძინავს, მიჭირს ძალების აღდგენა. სინამდვილეში ვეღარც ვახერხებ, რა რესურსიც მაქვს იმით ვარსებობ. ესეც იწურება, არ ვიცი როგორ ვცხოვრობ. უკრაინის დედაქალაქის კიდევ ერთი მცხოვრები 25 წლის კარინა ჰოფი ამბობს, რომ თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა მისი საცხოვრებელი კორპუსი. მან ყველაფერი დაკარგა, რაც კი გააჩნდა, მხოლოდ ტელეფონი, ერთი ზურგჩანთა და ზამთრის გურდუკი დარჩა. როდესაც ეს ყველაფერი მოხდა, მისაღებ ოთახში ვიყავი. აივანთან ახლოს ფანჯარასთან ვიდექი და დავინახე მოხუცი ქალი. უცებ ორივე მხრიდან გავიგე სასტვენის ხმა. ისეთი ხმა იყო, მივხვდი, ჩემკენ მოფრინავდა. მაშინვე კედლისკენ გავიქეცი. ალბათ ამან გადამარჩინა. ყველგან ნამსხვრევები იყო. ფანჯრის კარის. საწოლში რო ყოფილიყავი, მთლიანად მინის ნამსხვრევები დავიფარებოდი. გადამარჩინა იმან. საწოლიდან რომ წამოვდექი და გამოვედი. ახლა თქვენს ხედავთ რა ხდებოდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ ტელეგრამზე დაწერა პოსტი, რომ თავდასხმის შედეგად შევჩენკივსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულზე ხანძარი გაჩნდა. მაშველები ხალხის გადარჩენას ცდილობდნენ. კიევის რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ხანძარი იყო ასევე 5 სხვა რაიონშიც. ბოლო ინფორმაციით დაიწვა საცხოვრებელი შენობები, მანქანები, საწყობები, ოფისები და სხვა ნაგებობები.